პირველების ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშვებენ ყველას, ვინც მჭიდრო კავშირში იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან ზვიად ხარაზიშვილთან. სულ რამდენიმე წუთის წინ პირველებმა მოიპოვა ახალი დეტალები. ჩვენი ინფორმაციით თანამდებობიდან გაუშვეს მირზა კეზევაძე. ის იყო ხარებას მოადგილე და საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, იმ დროს, როდესაც რუსთაველზე სასტიკი დარბევები იყო, მირზა კეზევაძე ყველა ჯერზე ზვიად ხარაზიშვილის გვერდით იდგა და ჩვენი ინფორმაციით სწორედ მას აძლევდა დავალებებს ზვიად ხარაზიშვილი. ის არის მოადგილე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე გაათავისუფლა ახალმა ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ დიდი წმენდა არის დაწყებული, ეს ინფორმაცია პირველებმა მოიპოვა. მირზა კეზევაძე უკვე მეორე ადამიანია დღეს, ვის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გაუშვეს. პირველი იყო იოსებ მარგველაშვილი, მეორე ახლა არის უკვე მირზა კეზევაძე. რაც ეხება იოსებ მარგველაშვილს, ის თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს, დილით მის სამსახურთან მიმყოფებოდით, იქ დუმილის რეჟიმზე იყო ყველა თანამშრომელი, ახლა ვართ მის საცხოვრებელ სახლთან. ეს არის ერთადერთი სახლი, რომელიც მის ანგარიშზეა, თუმცა იოსებ მარგველაშვილის ავტომობილი ამ ტერიტორიაზე არ არის არც საპარკინგე სივრცეში და არც მის სახლში არავინ ამ დროისთვის არ იმყოფება, თუმცა აქ მცხოვრები მოქალაქეები იოსებ მარგველაშვილის მეზობლები ადასტურებენ, რომ მარგველაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, მას მაღალი თანამდებობა ეჭირა. მეზობლებმა იციან ისიც, რომ მარგველაშვილი იყო ზვიად ხარაზიშვილის ახლო გარემოსვის წევრი და იციან ისიც, რომ მან თანამდებობა უკვე დატოვა. თუმცა აღსანიშნავია აქ ერთი დეტალი. მეზობლების ნაწილი პირველების კამერასთან არ საუბრობს, რაც აჩენს განცდას, რომ მაღალჩინოსნის მეზობლები არიან დაშინებულები და არ სურთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილი მაღალჩინოსნის შესახებ ისაუბრონ. ჯგუფურად მე დავინახე რომ სპეცრაზმში მუშაობს, ხო? ხოდი თავასია. გამარჯვებასაც ვერ ეთქვი მაგას ვერ. არ გესაუბრებოდ ხოლმე მეზობლებს? გამარჯვებასაც არ ამბობს. მუშაობდა კი ვიცი მე მგონია მუშაობდა ხო. მაგის სპეცრაზმში და მე. ხო, ხარებას კადრი ყოფილაო და ახლა გამოუშვიათ. აი ნახეთ ძალიან უცნაური ადამიანია ერთხელ შეხვდა მხოლოდ არ მინახავს დიდი ხანია ცხოვრობს უბრალოდ როგორც მეზობელი ისე ვიცი როდი შეხვდათ ბოლოს და არ იცით ხა სად მუშაობდათ თქვენ არ გქონდათ არა ტიპაჟურად ეხლა ფოტოგრაფიაში მაგერამიცა სპეცრაზმში მუშაობს ხო? სამსახურიდან გამოუშვიათ ხო არ იცით რამე? ახლა მით უმეტეს პირადი ისინი მით უმეტეს არ ვიცი, არა ნამდვილად ვერ გეტყვით. თანამდებობიდან გათავისუფლებულია სანქცირებული მირზა კეზევაძე, ასევე განთავისუფლებულია იოსებ მარგველაშვილიც. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც პირველებმა მოვიპოვეთ. ბუნებრივია, ახლა ამ კითხვებს სწორედ უწყებამ უნდა გასცეს პასუხი და ოფიციალური განმარტება გააკეთოს. ჩვენ ველოდებით ამ ინფორმაციის დადასტურებას. კითხვები არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რატომ გაათავისუფლეს ორი მაღალჩინოსანი, ორივე ჩვენი ინფორმაციით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან ხარებასთან მჭიდრო კავშირში იყო. შესაბამისად ჩნდება ვარაუდი, რომ სწორედ ხარებასთან მჭიდრო კავშირების გამო გაათავისუფლეს ორივე მაღალჩინოსანი. პირველების პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა.